მოგესალმებით მეგობრებო. მართვის მოწყობის თემაზე, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, რომ მომზადება უნდა თეორიულ კურსებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი იურიდიული სიტუაცია. პირველ რიგში ის, რომ გქონდეთ საბუთები, ეს გულისხმობს გქონდეთ მინიმუმ რეზიდენცია ესპანეთში და შემდგომ ესპანური ენის გარკვეულ დონეზე უნდა მივიდეთ, თუ არ ხართ მისული, რომ გადავიდეთ თქვათ ავტოლექსიკონზე და შემდგომ დამატებით საგამოცდო ოფიციალურ DGT ტესტებზე. თუ თქვენ ხართ ემოციურად, ფინანსურად მზად იმისთვის, რომ სერიოზულად ვიმუშაოთ, მაქსიმუმი ჩადოთ ამ პროცესში, ჩვენ 8 წელია მე პირადად ვასწავლი უამრავ ადამიანს და ძალიან ბევრი წარმატებული кейსი გვაქვს. გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვე ვაღიარებ, რომ მარცხებიც იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელსაც ძალიან დიდი გამძლეობა და მონდომება და ამტანობა სჭირდება და მოთმინება, რაც ყველაზე მთავარია, ასე რომ თუ სექტემბრის ბოლომდე დაინტერესდებით, იქნება ისე 50%-იანი ფასდაკლება, ყველაფერს გეგმას გაგიწერავთ, აგიხსნით ყველაფერს, საცე გაკვეთილით შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ კარგად ნახოთ, რა მხელა შრომასთან არის დაკავშირებული მართლმსაჯულების თეორიული კურსები. ასე რომ თუ დაინტერესდებით, გელით მთელი გულით მე და ჩემი გუნდი. და თუ დაინტერესებული იქნებით, დამიკავშირდით ან მესენჯერში, ან WhatsApp-ში. პატივისცემით, ლუკა როსტომაშვილი.